კიბერნეტ სტატუს კვლავ ველოდებით, ჩვენ კი უკვე სტუმართან ერთად დაუბრუნდით. როგორც გითხარით, გადაცემის დასაწყისში ჩვენი პირველი თემა იქნება ანაბრები, დაკარგული ანაბრები 90-იან წლებში და რა თქმა უნდა შეგიძლიათ დაარეკოთ ნომერზე 550909 და Facebook-ის მეშვეობით შეგვეხმიანოთ. ჩვენი სტუმარი კი გახლავთ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე. ამ ასოციაციამ ჩამოაყალიბა სულ რაღაც 1 კვირის წინ საბჭოთა ანაბრების კვლევის ცენტრი და მის პრეზიდენტი ნოდარ ჭიჭინაძე დილამშვიდობის მეწვევის. მანამდე თუ შეიძლება ვნახოთ ეკა მელიქიძის სიუჟეტი ზუსტად ამ თემაზე. თამაზ კოპალეიშვილი ერთ-ერთია იმ მრავალათასიანი ადამიანების რიცხვიდან, რომელიც 90-იან წლებში ფულადი დანაზოგების გაუფასურების მსხვერპლი გახდა. 98,000 მანეთი ერთ დღეში დაკარგა. მას შემდეგ ფულის დაბრუნებისთვის იბრძვის. სასამართლო პროცესების ერთი უწყებიდან მეორე უწყებაში სირბილის მიუხედავად შედეგს დღემდე ვერ მიაღწია. ხალხი მოტყუდა, რომ შევარდნაძის პერიოდი იყო, მთავრობაში შევარდნაძე ბრძანდებოდა, რომ ვინც შეიტანს ანაბრებზე ეს რუსული რუბლს ორმაგად მიიღებთ გარკვეული პერიოდის შემდეგ. ამან მოგვატყუდა ჩვენ ხალხი, თორემ დანარჩენ შემთხვევაში ახლა რომელი ჭკუატყოფელი იმ არეულ პერიოდში ფულ შეიტანა შემოღესადაროში. ხალხმა სახლები დაუყიდეთ და მანქანები და დასასაფლავებელი ფული და ის შეიტანა, რომ გაორმაგდება და ხო ის ადამიანის ის რა არის, ისევა ორმაგი იქნება, რაღაც ფულს მეემატება და შეძლებს თუ არა თამაზ კოპალეიშვილი და საქართველოს მოსახლეობის ნაწილი დაკარგული თანხის დაბრუნებას. რამ გამოიწვია 90-იანი წლების ჰიპერინფლაცია და სად გაქრა ასეულობით მილიარდი მანეთი. ამ საკითხების შესასწავლად ახალგაზრდა ფინანსთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ საბჭოთა ანაბრების კვლევის ცენტრი შექმნა. იყო ეს მიზანმიმართული პოლიტიკა გარკვეული სახელმწიფო ჩინოვნიკების მხრიდან თუ ეს იყო თქვათ შეცდომა ასევე ჩინოვნიკების და ამასთან შევეცდებით პასუხი გავუცეთ იმ კითხვას თუ სად წავიდა მოსახლეობის ანაბრები, რატომ დაიკარგა, ვინ ისარგებლა ამით და სახელმწიფომ უნდა მოახდინოს თუ არა რამენაირად ამის კომპენსირება და თქვათ მოსახლეობისთვის დაბრუნება. იმიტომ რომ ჩვენ როგორც ვიცით, სახელმწიფოს ეს შიდა ვალათ აქვს აღიარებული ეს თანხები შესაბამისად მას შემდეგ არაფერი ანუ ნაბიჯი წინ არ გადადგმულა. აფბ-ს წამოწყებას მიესალმება ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე. თუმცა რთული პროცესების, ინდექსაციისა და გარკვეული ტოლობის შედგენის გამო თანხების დაბრუნების ალბათობა შორეულ წარსულად მიიჩნევს. დღემდე ასე ვთქვათ, ეს ფული აღებული აქვს საქართველოს სახელმწიფოს როგორც შიდა ვალი. ანუ მომავალში, როდესაც იქნება გარკვეული წინაპირობები, ბიუჯეტში შესაბამისი რესურსები, შესაძლებელია ამ თანხების ინდექსაციის შემდეგ მოხდეს იმ ადამიანების დაკმაყოფილება, ვისაც ანაბრები გააჩნდათ საბჭოთა პერიოდში, საბჭოთა ბანკებში. 90-იანი წლების ჰიპერინფლაციიდან 20 წელიწადი პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხის გაცემას ახალგაზრდა ფინანსთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში კი რამდენიმე თვეში გეგმავენ. დიდი მადლობა ეკა მელიქიძეს. აი ეს არ შემიძლია არ ხნა რა. აბა, ჩემებსაც ჰქონდათ ანაბრები. დაბრუნდეს. აი ასე. დაბრუნდება ანაბრები. ნამდვილად ვერ გიპასუხებ ამ კითხვაზე, ოფიციალურმა მხარემ უნდა გასცეს ალბათ პასუხი, გულისხმობ მთავრობას, სახელმწიფო სტრუქტურებს, რომლებმაც თავის დროზე აიღეს თავის ეს პასუხისმგებლობა, აღიარეს შიდა ვალაც ის გამხრალი ანაბრები, ეგრეთ წოდებული გამხრალი ანაბრები, თუმცა დღემდე შიდა ვალად აღიარება ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ იღებს პასუხისმგებლობას, რომ დააბრუნებს. ანუ ეს იყო მთელი პროცესი, რომელიც დაიწყო. რასაც ვალდებულება თუ არ კონკრეტული ვადაა გაწერილი, რომელსაც უნდა დააბრუნოს, თუ ესე აბსტრაქტულად როგორც ოდესმე სოციალური ოდესღაც დავაბრუნებ, ალბათ არა, ხო? აი დავიწყოთ სულთავიდან, რატომ მივედით იქამდე, რომ სახელმწიფომ აღიარა ეს თანხები, ეს დაკარგული თანხები შიდა ვალად. მოგეხსენებათ, საქართველოს გამოიყო საბჭოთა კავშირის და განაგრძო ფუნქციონირება როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ. ეს ნიშნავდა იმას, რომ საქართველოს გამოიყო საბჭოთა კავშირის როგორც ასევე ფინანსურ სისტემას, ეკონომიკურ სისტემას და აღმოჩნდა ფულადი რესურსის შემოდინება იქიდან შეწყდა. იქიდან შეწყდა და უფრო მეტიც ის თანხები, რომლებიც ანაბრებზე ირიცხებოდა, აღმოჩნდა, ასე ვთქვათ, მოსკოვში, მარტივად რომ ვთქვათ, და შემდგომ უკვე იყო იქ მთელი რიგი პროცესები, როდესაც რუსეთმა
უარი თქვა ამ თანხის დაბრუნებაზე, თუმცა ასევე აიღო ის ვალდებულებები თავის თავზე მთლიანად, რომელიც საბჭოთა კავშირს გააჩნდა. ერთი სიტყვით, რუსეთმა მოიცილა პასუხისმგებლობა იმ სახელმწიფოების წინაშე, რომლებიც მანამდე საბჭოთა კავშირში შედიოდნენ და ამით ის თანხები ფაქტობრივად და ეს თანხები ყველა სახელმწიფომ აიღო შინაარსი. ანუ გადააბარა პასუხისმგებლობა, გადავიდა. არის მოსაზრება, რომ ცალკეულმა ქვეყნებმა ეს თანხები აღიარეს როგორც გამოსასყიდი დამოუკიდებლობისთვის, ანუ დამოუკიდებლობის საფასური, რომელიც მათ რუსეთს დაუტოვეს, ასე ვთქვათ, იმის სანაცვლოდ, რომ მიიღეს დამოუკიდებლობა და განაგრძეს დამოუკიდებლობა. მაყურებელი ყავს ძალიან აქტუალური თემაა და მოусმინოთ. დილამშვიდობის გისმენთ. ეთერში ხართ, დილამშვიდობა. ალო? ალო? გისმენთ. ახლა მოვისმინე თქვენს მიერ წარმოთქმული წინადადებები და იქედან გამომდინარე, რომ თქვენ პირდებით ხალხს შეიძლება დაბრუნდესო ადამიანებმა, რომლებმაც შეიტანეს ფული, ისინი იყვნენ პენსიონერები და შავი დღისთვის რაღაცა 2 კაპიკი გადაინახეს, ხო? ის ხალხი, აგერ ზოგი 10 წელი აღარ არის, ზოგი 5 წელი აღარ არის, ეს თანხები და დაუბრუნდება მის მემკვიდრეობას თუ ჰაერში გაიყო? Ну, პირველ რიგში აქ ვთქვათ, რომ აფბა არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც პირობას ვერანაირს ვერ დადებს და სახელმწიფო პოლიტიკასაც პოზიციას ვერ გააჟღერებს. ვერ ჩვენ ვერ შეგვირდებით სამწუხაროდ. აფბამ დაიწყო კვლევა ამ საკითხის, ანუ ამ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ მიზეზები ანაბრების დაკარგვის საწავი და ვინ არის დამნაშავე და რამდენად რეალურია ამ ანაბრების დაბრუნება, სწორედ ამას ვარკვევთ ახლა, შესაძლებელია თუ არა ეს მოხდეს. ანუ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება აღებული, თუმცა არის თუ არა ეს დროში გაწერილი, ამაზე პასუხი გვაქვს? პასუხი გვაქვს, რა თქმა უნდა, პირდაპირ ვთქვათ, რომ ასე ვთქვათ, არანაირი გეგმა ანაბრების კომპენსირების და მისი აღიარებულია და მორჩა. აღიარებულია შიდავალად და ესეც ჩემი აზრით გადასახედი საკითხია, ვინაიდან ძალიან დიდი თანხები იყო ანაბრების ანგარიშებზე რიცხული და შიდავალში აღიარებულია დაახლოებით 500 მილიონი ლარი. მაშინ, როდესაც 93 წლის მდგომარეობით ეს თანხა შეადგენდა 13 მილიარდ მანეთს, რაც იმდროინდელი კურსით იყო 8 მილიარდი დოლარი. ანუ კოლოსალური რაოდენობის თანხები ირიცხებოდა და გამომდინარე იქიდან, რომ თვითონ მეანაბრეების რიცხვის ძალიან დიდი იყო, თითქმის ყველა ადამიანს 4 მილიონამდე ადამიანს ჰქონდა ანაბარი გახსნილი და დანაზოგები ჰქონდა შენახული, რომელიც გაუფასურდა და ჩვენ აგრეთვე რამდენი მილიონი დოლარი? 8 მილიარდი დოლარი იყო. ანუ საკმაოდ დიდრები ვიყავით. საქართველო იყო თავის ქებაში და ამპარტანული განცდით ავამბობ, ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი სახელმწიფო საბჭოთა კავშირში და ამ პროცესების შემდეგ, ამ გაუფასურებების შემდეგ, ჰიპერინფლაციის შედეგად იქცა ყველაზე ღარიბ სახელმწიფოდ. თუ არ ვწდები, თუ არ მეშლება 1998 წელს თუ 1999 წელს, მე მგონი გაიცა, ხო, რაღაც 4 მილიონი. რაღაც ნაწილი გაიცა, უფრო მეტიც 2008 წელსაც გაიცა რაღაც ნაწილი, რამდენიმე მილიონი ლარი იყო ბიუჯეტიდან გამოყოფილი, თუმცა ასე ვთქვათ, მასშტაბური კიდურესად გაჭირებულ ფენაზე მე მგონი. პირველი ჯგუფის ინვალიდები და მსგავსი კატეგორიების მიხედვით იყო დაყოფილი და ასე ვთქვათ, მასშტაბური გაცემა 8 მილიარდიდან 4 თანამედროვე ვალუტაში. სიმართლე გითხრათ, რა მექანიზმით მოხდა ამ თანხის დაფარვა, ჩემთვის უცნობია და ეს ნაწილიც რო გამოვრიცხო მთლიანად ანაბრების ინდექსაცია როგორ უნდა მოხდეს, რა კურსით უნდა გადმოვიყვანოთ ის ფული დღევანდელ რეალობაში, ამის შესახებ არ არსებობს ოფიციალური პოზიცია არც სახელმწიფოს მხრიდან, არც საექსპერტო წრეების მხრიდან. ანუ ძნელია იმის თქმა, დღეს რეალურად რამდენი გვაქვს დასაბრუნებელი ჩვენი მოსახლეობისთვის, თუმცა კიდევ შიდავალის თემას მიუბრუნდები, იქ არის რაღაც თანხა მითითებული 502 მილიონი ლარი თუ არ ვცდები, დაახლოებით 500 მილიონი ლარი, რომლის გაცემაზეც ასევე ჯერჯერობით საუბარი არ მიმდინარეობს. გასაგებია, რომ ეს საბოლოო ჯამში დიდი თანხებია და სახელმწიფოს დღეს გაუჭირდება ამის დაბრუნება, თუმცა მისი ოფიციალური პოზიცია მე ვფიქრობ აუცილებელია, რომ ძალიან დიდი რაოდენობა არის გაურკვევლობაში, იმასაც ვერ იგებს, რომ როდის დაუბრუნდება, ან დაუბრუნდება თუ არა. დაუბრუნდება თუ არა, აი, ჩემი აზრით, ეს უფრო მნიშვნელოვანი
იქნება რომ უთხრათ ერთხელ და სამუდამოდ დაიბრუნდება და არ დაგვიბრუნდება, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი მათ შორის აი სიუჟეტშიც იყო ერთი პიროვნება, რომელმაც ჩვენ მოგმართა და მინდა მადლობა გადავხადო მას, რომ აქტიურად თანამშრომლობს ჩვენთან. არიან ასეთი ადამიანები, რომლებიც დღემდე იბრძვიან, დღემდე ცდილობენ რაღაც სიმართლე იპოვონ, მიაწვდინონ ვინმეს ხმა, არ ნებდებიან ასე ვთქვათ და ასეთ ადამიანებს და არა მარტო მათ, არამედ ყველას ის მაინც უნდა უთხრათ, რომ ეს თანხები, ამ თანხების დაბრუნება არარეალურია და ერთხელ და სამუდამოდ ასე ვთქვათ მიიღონ რაღაც კონკრეტული პასუხი ამ თემასთან დაკავშირებით. მაყურებელი ყავს კიდევ ერთი დილამშვიდობის გისმენთ. გამარჯობათ. დილამშვიდობის. მოგესალმებით. შეიძლება უკვე ვიკითხო? დიახ, გისმენთ. ეთერში ხართ. იმის რა ქვიან, ობლიგაციის შემნახველი სალაროს წიგნაკების ინდექსაცია აუცილებელი არის, იცით რატომ გეუბნებით? რაიონებში საერთოდ არ იციან, თქვათ მე დედაჩემზე გელაპარაკებით, რომ საჭიროა თუ არა ინდექსაცია ამ შემნახველი სალაროს წიგნაკების. და მერე გარდა მაგისა იყო კავკასიის ბანკის კავკასიის ბირჟა ასეთი სახელწოდებით. გასა აქციები 10 აქცია 1000 მანეთის ღირებულების იყო და იყო მეორე კიდე ერთი აქცია 1000 მანეთის ღირებულების. მე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვეცადე გამეგო ვისთვის მიმემართა და ვერავითარი გზა ვერ ვიპოვე სად არიან. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ანუ დამნაშავეების გამოვლენის საქმე როგორ მიდის? რეალურია თუ არა მათი გამოვლენა დღეს ამდენი ხნის შემდეგ და რა ელით იმ შემთხვევაში თუ კარგი არ არის ნება იქნება რა თქმა უნდა საკითხი რა თქმა უნდა ძველია და დაახლოებით 20 წლის წინანდელი თემა, თუმცა დაინტერესების შემთხვევაში საგამოძიებო სტრუქტურების მხრიდან ვფიქრობ რეალურია რომ გამოძიებული იქნას ყველა ის ფაქტი, ვინაიდან არსებობს უზარმაზარი მასალა, მათ შორის ეროვნულ ბანკს აქვს ძალიან დიდი ინფორმაცია, არის სხვადასხვა საპარლამენტო კომისიის მოხსენებები და აი ჩვენ ასაც ვფიქრობთ, ეხლა ჩვენი კვლევა დავიწყეთ იმით, რომ მოგეხსენებათ ვაგროვებთ ინფორმაციას და ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოვითხოვეთ ეროვნული ბანკისგან, რომელიც სამწუხაროდ ეროვნულმა ბანკმა არ მოგვაწოდა იმ მოტივით, რომ ეს არ არის საჯარო ინფორმაცია. ჩვენ ვეძებთ იმ 500 კომპანიას, რომელზეც 92-93 წლებში გაიცა 854 მილიარდი მანეთი და კუპონი ჯამში. ანუ ის ფული, რომელიც ხაზინას მართებდა ხალხის. შეიძლება, ანუ ის ფული იყო, რომელიც ამოღებული იქნა მოსახლეობიდან იმ დაპირებით, რომ მათ გაუორმაგდებოდა ჩეტანილი თანხები და შემდგომ ეს ფული უკვე გაიცა სხვადასხვა დაახლოებით 500 კომპანიაზე ჯამში, რომლებმაც ასე ვთქვათ, აი გამოტანილი სესხით, რომელიც კუპონში გამოქონდათ, ყიდულობდნენ დოლარებს, ანუ ადგილი ჰქონდა სპეკულაცია, ყიდულობდნენ დოლარს და შემდგომ უკვე 1 წლის შემდეგ უწევდათ გაუფასურებული სესხის დაბრუნება, ასე ვთქვათ, თუ აიღებდნენ პირობითად 1000 კუპონს და პირობით მაგალითის ვიზახი და იმით იყიდნენ დავუშვათ $100, 1 წლის შემდეგ 1000 კუპონის ყიდვა შეიძლებოდა უკვე მაქსიმუმ $1 და ანუ მოგებას უკვე თავადაც ხედავთ თქვენ და ამჩნევთ რომ ძალიან დიდი მოგება რჩებოდა ამ კომპანიებს და ჩვენ მიგვაჩნია რომ ეს ხო დანაშაულებრივი ქმედება ეროვნული ბანკის მხრიდან, დანაშაულებრივი ფულად საკრედიტო პოლიტიკა და გამოძიება ვფიქრობ სწორედ აქედან უნდა დაიწყოს რა კომპანიებზე გაიცა ეს სესხები, რა რაოდენობით თითოეულ მათგანზე, ვინაიდან ჩვენ ვფიქრობთ რომ მოსახლეობის გაღატაკება რომელიც იმ პერიოდში მოხდა სწორედ ამ ფაქტიდან მომდინარეობს და ეროვნული ბანკის იმ პოლიტიკიდან მომდინარეობს რომელიც იმ წლებში ტარდებოდა. დრო კი ამოგვეწურა, მაგრამ მაყურებელს ბოლომდე რომ გავცეთ პასუხი ეროვნულ ბანკზე გასაგებია, მაგრამ ამ კონკრეტულ კომპანიებზე რომლებსაც მართავთ ადამიანების შესაძლებელია თუ არა? პირდაპირ ამ კომპანიებს ნამდვილად არ მართავთ, უბრალოდ შესაძლოა მე ხა ვერ დავადასტურებ ნამდვილად, იყო გარიგება ეროვნულ ბანკსა და ამ კომპანიებს შორის და რაღაც მუშაობდა, ასე ვთქვათ, ფულის საკეთებელი მანქანა, იყო ეს ალბათ კორუფციული გარიგება. არა, იქ ალბათონმა თქვა რომ აქციები იყიდა და კომპანიას ვეღარ პოულობს.
ანუ ძნელია ხა გაყვე ამ ყველაფერს უკან, იმიტომ რომ მარტო ბანკები რო ავიღოთ 90-იან წლებში დაახლოებით 250-მდე ბანკი იყო საქართველოში, ნებისმიერი სუპერსახელმწიფო ვერ დაიკვეხნის ამ ესეთი რაოდენობით ბანკები. ჩვენ მაყურებელს ანუ ვერც იმას ვეუბნებით რომ დაუბრუნდება ჯერჯერობით ისევ გაურკვეველია. ჩვენ აი ეხლა ზედმეტი მოლოდინი რო არ გავუჩნდეს, იმას ნამდვილად ვერ მივცემთ და კვლევის შედეგად ვერ ვიტყვით იმას, რომ ანაბრები როდის დაბრუნდება, რა მოცულობით დაბრუნდება. ჩვენი მიზანი ამ შემთხვევაში არის, რომ გამოვავლინოთ უბრალოდ უფრო მკვეთრი გავხადოთ და ნათელი გავხადოთ საზოგადოებისთვის, ვინ არის პასუხისმგებელი და ამ პასუხისმგებელმა მხარე მერე ეკეთილინებოს და საზოგადოებას უპასუხოს, მიიღებს თუ არა ის ანაბრებს და თუ მიიღებს როდის და რა გეგმით, ასე ვთქვათ, როგორ გაიწერება ეს პროცესი. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, ვიმედოვნოთ რომ დაბრუნდება ანაბრები. წარმატებებს გისურვებთ. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი ნოდარ ჭიჭინაძე იყო ჩვენი სტუმარი დღეს. დიდი